გიორგი მიქაძის საქმეში, სადაც მტკიცებულებები არ არსებობს, ბრალდების მთავარ საყრდენს პოლიციელების პატაკები წარმოადგენს. თუმცა სასამართლო დარბაზში გაჟღერებული აღიარებები აჩვენებს, რომ ეს სამხილები მხოლოდ გადაუმოწმებელ ჭორებსა და ტექნიკურ ნონსენსებს ეფუძნება. დეტექტივმა რომიკო გოგიაშვილმა პატაკი მკვლელობიდან 5 თვის შემდეგ დაწერა. მაშინ ახსენებია 5 მილიონიანი შეკვეთა და ბიზნეს დაპირისპირება. თუმცა სასამართლოში გოგიაშვილმა აღიარა, მან არ იცის, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას. არ იცნობს ოპერატიულ სამძებრო კანონმდებლობას და წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია საერთოდ არ გადაუმოწმებია. ოპერატიული პატაკის ავტორის სანდოობას სერიოზული ეჭვისქვეშ აღენებს მისსავე ჩვენებასა და ფაქტობრივ მტკიცებულებებს შორის არსებული აცდენა. სასამართლოში რომიკო გოგიაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ბრალდებულის სახლის ჩხრეკაში მონაწილეობას არ იღებდა. თუმცა ვიდეო ჩანაწერი საპირისპიროს ადასტურებს. კადრებში მკაფიოდ ჩანს, რომ ჩხრეკის პროცესს სწორედ რომიკო გოგიაშვილი ესწრებოდა. კიდევ ერთი პოლიციელი, ომარ ხაჯიშვილი, პატაკში უთითებს, რომ მიქაძეები ჯოხაძეს 15 თებერვალს შეხვდნენ. სასამართლოში ხაჯიშვილმაც დაადასტურა. ის მხოლოდ წყაროს ნათქვამს იმეორებს. არანაირი ოპერატიული დოკუმენტაცია არ უწარმოებია და წყაროსთვის არც კი უკითხავს, საიდან ახსოვდა მას 6 თვის შემდეგ კონკრეტული თარიღი, 15 თებერვალი. დეტექტივმა გოგა კაკულიამ განაცხადა, რომ გიორგი მიქაძე ვიდეო კადრებში აღნაგობით იცნო, მიუხედავად იმისა, რომ პირს თავზე კაპიშონი ჰქონდა აფარებული. კაკულიამ ვერ ამოიკითხა ავტომანქანის ნომერიც, რომელიც უფრო დიდხანს იყო კადრში. სამხარაულის ექსპერტიზამ კი ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, კადრების უვარგისობის გამო პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია. ექსპერტიზის დასკვნით, მხოლოდ აღნაგობით, სახის გარჩევის გარეშე, პიროვნების დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია. ის, რაც პოლიციამ ამოცნობად გაასაღა, სამართლებრივად ნულოვანი ღირებულებისაა. გადაუმოწმებელი პატაკები, კანონმდებლობის არცოდნა და აღნაგობით ამოცნობის მცდელობა სიმართლეს ვერ შექმნის. როცა ბრალდება მხოლოდ პოლიციელების სუბიექტურ ვარაუდებს ეყრდნობა, გიორგი მიქაძის წინააღმდეგ კვლავ ნული მტკიცებულება რჩება. ესაა საქმე მტკიცებულების გარეშე.